გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. უცნაურად გამოვიდა ორი გადაცემა ზედიზედ მამებზე და შვილებზეა რა. წინაზე ბადრის ბიჭი მყავდა, ეხლა კახას ბიჭი მყავს. ბევრი იმის გარეშე, მოკიბუის გარეშე წარმოგიდგენთ მიშიკუ ალანიას. კახა ალანიას ბიჭს მამაც ეროვნული ნაკრების მოთამაშე იყო, შვილიც და აგერ ეხლა ნახავთ რაშიას მსგავსებები და განსხვავებები. მადლობა მიშიკო რომ მოხვედი. მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. რა სამოვკაცო პირიქით. და მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. კახა როგორ მყავს? ჩვენივრად. რა საკეთებს ერთი მითხარი, ჩემი იმისია, სისხლის კაცია, მეძაღლია ეგეც, ვიცი უყვარს და რა შვება, აბა? ნავი 12 ძაღლი ყავს და ულის. 12. რაგბისგან ცოტა შორს არის ეს ბოლო პერიოდია, ნუ თანდახან 2-ში დადის ხოლმე ჩემ თამაშებს. აჰა. არა არ არსებობს რომ შორს იყოს, ხა უყვარს და უყურებს და ყველაფერი, მაგრამ შეიძლება ჩართული არ არის, ჩართული აღარ არის, როგორც იყო ადრე, ეგრე აღარ არის. და ულის 12 ძაღლს. კი ბატონო. არა მარტო ძაღლებს. 3 დაამატოს და 15 შემადგენლობა გავა. გარეთაც არიან, ეზოს გარეთაც. ხო. მოკითხვა აქედან. მინდა დავიწყოთ ჩვენი საუბარი, იცი რითი? ერთხელ შენ მითხარი რომ ამას წინათ შემთხვევით შემთხვევით როგორ მე ვარჯიშზე მოვედი ღია ვარჯიშზე რომ მე ორიაკის მოთამაშე ხარ ეხლა ეს ვინც არის ის რომ იცოდეთ ქართულ ფრანგული გუნდის მე ამ გუნდს როგორც ტრამპლინს ისე უყურებო და მინდაო რომ შორს წავიდეო. ნახოთ ეხლა რა ეტაპზეა ეგ ტრამპლინის ამბავი. წელს ცოტა რთულად არის საქმე, იმიტომ რომ ბოლო წელი მაქვს. სამწუხაროდ ბევრი თამაში არ მოვცეს გუნდში. ნუ ბევრი თამაში ვითამაშე, თუმცა სხვა გუნდში რო წახვიდე, უყურებენ სტატისტიკას, თუ რამდენი ითამაშე სახლში, რამდენი თამაში დაიწყე. და სამწუხაროდ ბევრი არ დამაწყებინეს. და ამის გამო ცოტა გამირთულდა ეს ამ ტრამპლინის გამოყენება. გასაგები. ეხლა ესე იგი ჩვენ რო ავხსნათ დაახლოებით, ვინც არ იცის ფრანგული რაგბის მარილი რა. საშინაო თამაში საფრანგეთში ითვლება მოსაგებ თამაშად, ხო ეგრეა? კი ბატონო, საშინაო თამაში. ყველგან ეგრეა, მაგრამ აი საფრანგეთში განსაკუთრებით, ხო? მე რამდენადაც ვიცი, რომ აი საშინაო თამაშებს უყურებენ რაღაც. ხო, აი მარტო ორიაკი არა, მთელ პროდეორს 14-ში ეგრე არის, რომ საშინაო თამაში როცა არის აყენებენ პირველ ძირითად გუნდს და გასვლის თამაშები როცა არის, შეიძლება ესპორებიდან ამოწიონ ბიჭები და ხო, მოსაგება და ისე დიდად არ უყურებენ რა. ორიაკის ნაირი გუნდები, რომლებიც აი ტოპ 6-ისთვის არის ბზვიან, მით უმეტეს. ეგრე შვებიან. გასაგებია. ხო, და არ გათამაშეს ეს საშინაო თამაშები რატო რა მოტივით თუ სხვა არ იყვნენ კმაყოფილები შენი თამაში თუ რა ხდებოდა? არ ვიცი, ვერ გეტყვით მაგას. მე ჩემი აზრია ეგრე, რომ ალბათ რახან ბოლო წელი მქონდა, უკვე თან გაყიდვითაც ვეღარ გამყიდენ, იმიტომ რომ ბოლო წელია და ფული აღარ იყო ჩემში გადასახდელი, ნუ ეგრე გამოვიდა. რა თქმა უნდა თვითონ არ აღიარებენ ამას. ხო, მაგრამ იციან ეგეთი ისინი, ხო? ეგრე გამოვიდა, ხო. აი ზაფხულის ტესტების შემდეგაც ორი თამაში დავიწყე, ორიაკის ხანომერმა დავიწყე, ორი თამაში იაპონიასთან და ავსტრალიასთან არც მომილოცეს, რა ვიცი, ცოტა ისე გამოვიდა, ცუდად გამოჩნდა და ცოტა ისე ვიყავ მის გაბრაზებული. და ჩავედი მაშინვე მაგზომინეს, რომ არ ვიყავი პირველი ხანომერი რა. გასაგებია. რამდენად დიდია კონკურენცია აი თუნდაც რაღაცა პოზიციაზე მაგ ეგეთი დონის გუნდში რამდენი ყავთ 9 ნომერი როგორ ეხლა ვარ 39 ნომერი, ერთი არის ბრივიდან გადმოსული, რომელიც არის 28 წლის და ბრივში ვასკას კონკურენტი იყო და ბევრი თამაში არ მოუწია. და ნუ მე მეორე 9 ნომერად ვთვლები წელს და მესამე 9 ნომერი ვინც არის ჰოლანდიის ნაკრებში, ახალგაზრდა ბიჭია, ესპორებიდან ერთად მოვდივართ და ნუ წელს შვენივრად ითამაშა რაგბი ევროპაზე. გასაგებია. ხო, ნუ ეგ რავი, ეხლა არ ჩანს რამე საინტერესო ვარიანტები არ განიხილება და უშუალოდ რომ მაინც ანაკრებო მოთამაშე მესმის ეგ მაქინაციები და ოინები კლუბების მხრიდან ეგ ჩვეულებრივი ამბავია. მაგრამ შენ მაინც ჩები სანაკრებო 9 ნომრად და შესაბამისად ეხლა რაღაცა გუნდს შენი დათრევად ეს კი უნდა უნდოდეს რა.
ხო და რამე არის ვარიანტი? ხო, რო დავიწყო შარშანდელი სეზონიდან, თქვა შარშან ვითამაშე 33 თამაში ნაკრებიან და გუნდიანაც. შარშან იყო ლაპარაკები, უბრალოდ ძალიან ზური იყო ჩემში გადასახდელი და რაღაც ტოპ 14-ის გუნდები იყო, იქ Pro D2-ის გუნდებიც იყო, უბრალოდ ელოდებოდნენ წლევანდელ წელს როგორ ვითამაშებდი, რას ვიზამდი და ჯერჯერობით ეს ოფიციალურად არაფერი არის. ლაპარაკი რა თქმა უნდა ყოველდღე მაქვს აგენტთან. იქ იაპონიაზეც იყო საუბარი. სხვადასხვა დამეხმარა ძალიან ნაოტორო არის იაპონიის 9 ნომერი. მან დამაკავშირა თავის იაპონელ აგენტთან და რაღაცებს ველოდები და. ვა, რა საინტერესოა, რა. ცოტა რთულია იაპონია, იმიტომ რომ აი როგორც GP არის საფრანგეთში, რომ რაღაც რაოდენობაზე მეტი რო არ შეგიძლია რომ ათამაშო, იაპონიაში შეგიძლია მხოლოდ 3 ლეგიონერის ყოლა მოედანზე. ამიტომ ცოტა რთული არის. ძირითადად მიყავთ ზელანდიელები და აფრიკელები. ლეგიონერები ყავთ, რომ თან მარტო ზელანდიელიც ხო არ არის, ისეთი სახელები მიყავთ იქ, რომ რა ვიცი. ხო, მაგრამ 3 დივიზიონია. პირველ დივიზიონში მოხვედრა ძალიან რთულია. მეორე შედარებით მარტივია. მეორე შესაძლებელი. მესამე ისე. მესამე სუსტი არის. ხო? თან ბევრი თამაში არ არის. და მეორე რამდენად დონე რამდენად ნორმალურია. მეორე დივიზიონის თამაშებს რო უყურე, საოცარი დონე არის. აი სულ სხვა რაგბი მიდის. როგორი ცხოვრებას მიდის, ეგეთი რაგბი არის რა. როგორი ცხოვრება მიდის? აი განსხვავებული საერთოდ. ეხლა რო ვიყავით საფულში, სხვაგან მეგონა თავი. მე არ ვარ იაპონიაში ნამყო, კი მოვიტყუ ერთხელ ისინი დავწერე რაღაცა პატარა სტატია დღიურები ვით წერდი, სოფლიო თასი რო იყო იაპონიაში 2019-ში. მაშინ წერდი იაპონიის დღიურებს, ვითომ იქ ვიყავი, მაგრამ სინამდვილეში აქ ვიყავი და ეხლა რა მაინტერესებს და როგორია ეს იაპონია, რა რითია განსხვავებული რა ცხოვრება მიდის ასეთი. ჯერ ხალხი არის აი სრულიად განსხვავებული. ამ ძალიან მომხილა მართლა ყველაფერმა რა. აი სხვაგან მეგონა მართლა. არ არის ბევრი ხალხი, ვინც იაპონიის ცოტა სიმკაცრი წესრიგი აქვს, რამდენადაც მე ვიცი, on გარედან ისე. ძალიან მოწესრიგებულია. ხო, ძალიან. აი ბევრი არ მით უმეტეს ქართველები, ბევრი არ იხიბლება იაპონიაში ცხოვრების და მის პერსპექტივით და შენ რა მოგეწონა? დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი და ვიცხოვრობდი იქაც რა. კაია, საინტერესოა, თან სამხრეთული არის სტრაფი რაგბი უყვართ რაღაცა და შენთვის შეიძლება ძალიან კაი სკოლა იყოს და ძალიან კარგი რაღაცა ახალი პერსპექტივა. აი, ნახოთ რა დაველოდები ჯერ თუ გამომართული არის და იცი რა არის, მე ასე უყურებ. შეიძლება ну საფრანგეთში შეიძლება მეტი გადაიხადონ, შეიძლება რაღაცა იყოს, შეიძლება მოთამაშემ აიუყუროს, რომ ეხლა რომ წავიდე სადღაც არასტანდარტულ ადგილას, ამოვარდები, იქიდან ამოვარდები, ამ ფორმიდან ამოვარდები, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ ახალგაზრდა ხარ, მე ვფიქრობ, ეგეთი ექსპერიმენტები ერთწლიანი მაინც, ან ორწლიანი ძალიან გზრდის. კი ბატონო, მე ზუსტად მაგას ვფიქრობ, რომ აი იაპონიის ამბავი რო გამოვიდეს, დავუფიქრებლად წავალ რა. ხო რა. რისკიც არ ქვია, ჩემთვის რისკი არ არის. ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. კი. ისეთი მოთამაშეები თამაშობენ და ძალიან მაგარი მსმენელები არიან. ეხლა ლეიდლოუ არის მაგალითად ერთ-ერთი გუნდის მსმენელი უკვე. გრეგი? რომ მაგ ლიგაში? თუ მეორე ლიგაში. მართლა? ვა, რა საინტერესოა. მეორე ლიგაში თამაშობს ქვეით კუპერი და სოპოაგა და რა. კიდევ თამაშობენ მეორე ლიგაში? პირველ ლიგაში არონ სმიტი არის და. ხო, ნუ იქით ვიცი, ხო, იქით ვინ არის ახლა იაპონიის მეორე ლიგაში ვინ თამაშობს, არის. მე მგონი კვეით კუპერი თუ კიდე თუმცა ეგ უკვდავია, ხო, მუდმივი სპორტსმენია, მაგარი ტიპია. და. რამდენად რეალურია? ეხლა გულშემატკივრობა დავიწყე რა. აი არ ვიცი რა. რაღაც ლაპარაკი მქონდა წინა კვირაში აგენტთან და მესამე დივიზიონის გუნდი იყო, რომელიც მეორეში ადიოდა. ხო. და მითხრა რომ ამ გუნდს დაელაპარაკებოდა და ველოდები. ვნახოთ. აგენტი სადაური ყავს, შენს ფრანგი ყავს? საფრანგეთში ფრანგი აგენტი ყავს, მაგრამ იაპონიაში იაპონელს დავკავშირდი. და როგორ მოხდა რომ იმ იაპონელმა მოთამაშემ ვისაკნა დაგაკავშირა თავის რაღაცა ეგ გავიცანე იაპონიას რომ მოვუგეთ, მაშინ გავიცანი და ძალიან კარგი ადამიანია. ტულზაში რომ მოაწერა, ტულზის ხანომერი ვინც არის. პატარა ნაუტო. ხო, გავიცანით ერთმანეთი იქ ინსტაგრამზე, ერთმანეთს გამოვიწერეთ. ხო. და უბრალოდ მივწერე რომ თუ შეიძლება რამე დახმარება ან რამე რჩევის მოცემა და ეგრევე დამეხმარა ყველაფერში. მაგარი. რაგბი მაინც რაგბია რა. ეგ არის. მეც ვემხრობი მაგაზრს და არის კიდევ საკმაოდ გულშემატკივარში არის ეს აზრი, რა ქვია, გამეფებული თუ სერიოზული ადგილი უჭირავს
რომ შენ მეტი თამაში გეკუთვნის ნაკრებში. ამას ყოველგვარი იმის გარეშე გეუბნები, რადგანაც აქ ზიხარ და რაკეტი არა. ეს ასეა რა. ეს მოცემულობაა, რომ აი რატო მეც არ თამაშობს მიშიკო. ეხლა შენ გითხარი რატო მეც არ თამაშობ შენ? ან თუ გაქვს ამაზე რამე საუბარი კომუნიკაცია მწვრთნელთან, რომ აი შენგან რა უნდა მწვრთნელს როგორც 9 ნომრისგან, როგორც მოთამაშისგან. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ საქართველოს ნაკრებში 9 ნომრზე თამაში მართლა ძალიან რთულია, როცა ვასკა ლობჟანიძე და გელა ფრასიც იყოს კონკურენტები და მე კიდევ ბევრი ბიჭი არის მართლა და ძალიან კარგი თაობაც მოდის. ამ ეტაპზე ვითვლები მესამე 9 ნომრად და რა ვიცი მგონია შეიძლება რომ უფრო მეტი თამაში მომეცეს, მართალია. აი როგორც თქვა საფულში მომეცა შარშან რაგბი ევროპაზე. თუმცა სუნელის გადაწყვეტილება ეგრე არის. ეხლა გელა მაგალითად ტოპ 14-ში თამაშობს, ვასკა ტოპ 14-ში აღარ არის, თუმცა პროდეურის ერთ-ერთ კარგ გუნდში არის და სულ თამაშობს. კი. გავიგე, ეგ გასაგებია. თუნდაც მესამე იყოს, მე ვფიქრობ, რომ მეტი თამაში გეკუთვნის, იმიტომ რომ გაქვს აშკარად რაღაცა ის მონაცემები და ის შესაძლებლობა, რომ თუნდაც ამ ორთან შეხვიდე ჯანსაღ კარგ კონკურენციაში. მე მაინტერესებს რიჩარდისგან თუ მოდის რამე, უშუალოდ რომ აი ეს მინდა შენგან, ეს მინდა დავინახო. ფეხი თამაში, ხელი თამაში ისა არ ვიცი რა იქნება, თამაშის მართვა თუ რაც იქნება რა. კი, აი ეს ეხლა წელს რაგბი ევროპაზე სულ მქონდა მაგაზე საუბარი, რა შეიძლება გავაკეთო და პირდაპირ მითხრა რომ პირველ რიგში წელს სათამაშო დრო მაქვს ნაკლები, რაც მართალია. ხო. და შემდეგ რაღაც ისინებზე ვისაუბრეთ, თქვათ რა შეიძლება გამოვასწორო და მითხრა რომ და მეც ვიცოდი რომ ფეხის თამაში, რომელზეც სულ მუშაობ, მაგრამ რა თქმა უნდა კიდევ არის ძალიან ბევრი სამუშაო მაგაზე. ფეხის თამაში, ხო. ჩვენი ტაქტიკა ეგ არის ერთ-ერთი, რომ მაღალი ბურთები. კი ბატონო. კი. ფეხით გასვლა და ჩვენ ძირითადად 9-დან ეხლა ძირითადად 9-დან გავდივართ, ხო? კი. ხო. და მაგას ეხლა ბავშვობაში მაგაზე არავინ არ მოვარჩიებდა, ეგ დავიწყე უკვე და 20 წლამდე ის არ ქონია. ეგ დავიწყე უკვე ეროვნულში რომ მოხვდი მაქედან და. ეხლა 20 წლამდე სუდარ ხო და ეხლა შეიცვალა ეგეთი რაგბი შემოვიდა რომ 9-დან გადიხარ და სულ მაღალი ბურთი და ჩემთვის ცოტა მოსაბეზრებელია და მოსაწყენი. იმიტომ კი არ ვიცი რომ კარგად ვერ ურტყავ. აი მაგითო მიყვარხარ რა. პირდაპირ ცოტა მოსაბეზრებელია, ცოტა ეგეთი. კი, მეც არ მიყვარს. რაღაც მომენტში აუცილებლად უნდა ქნა, მაგრამ მთელი თამაში არ შეიძლება რომ აი მაღალი ფეხი აწიო, სულ და თამაში ჩაკეტო. მაგაში 100%-ით გეთანხმები, მაგამდე მიგორდებით აუცილებლად, მით უმეტეს თუ მაგის საშუალებას. ისე აი 9 ნომერი დღეს ყველაზე მეტად რაზე მუშაობს? აი რო ავიღოთ პრიორიტეტების მიხედვით რა. პირველი მოცულობის მიხედვით პირველი რა არის, რაზეც მუშაობს? ჩვენი გვაქვს პასი, გვაქვს ფეხი თამაში, ბოჭვა, გვაქვს ბოჭვა, გვაქვს კიდე რა გვაქვს ისეთი? რაკი არ გვაქვს. რაკი არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს დაცვაში თამაში, რაზეც მე კიდე ვილაპარაკებთ, ხო? აი რა არის ყველაზე მეტად რაზეც? პირველ რიგში ალბათ პასი და ფეხი. ალბათ არა ეგრე არის. 9 ნომერის პასი თუ არა აქვს, არ არის 9 ნომერი და ეხლა ისეა რომ ფეხის თუ არა კარგი, ალბათ გააჩნია სხვადასხვა სტილის 9 ნომერები არსებობს. ზოგი ფეხს ურტყავს, ზოგი არ ურტყავს. არონ სპიტი მაგალითად ფეხს არ ურტყავდა, საერთოდ ძირითადად ზელანდია 10-დან ურტყავდა. ჯუპონს ყველაფერი აქვს. სხვადასხვა სტილის 9 ნომერები არიან რა. ყველაზე რთული აი 9 ნომრობაში რა არის? რო შეხედო ამ მთლიანობაში რა შეიძლება ოღონდ რამე ტექნიკური კი არ მაინტერესებს, აი უფრო მთლიანობაში, უფრო ფილოსოფიურად რო ავიღოთ რა. აი რა არის ამ 9 ნომრებში ყველაზე რთული გასაკეთებელი? სწრაფად უნდა მიიღო გადაწყვეტილებები, რაც შეიძლება რა. ეგ არის პირველი. და პლუს ამ ყველაფერს ემატება ფიზიკურად უნდა იყო ძალიან მაგრამ მომზადებული. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან მაგარი პასი ქონდეს, მაგარი ფეხი ქონდეს, მაგრამ თუ იღლები მარტივად ვერაფერს ვეღარ გააკეთებ. ჩვენ ვიცით რომ საფრანგეთში 9 ნომერი არის ფაქტიურად მთავარი მოთამაშე. ისე აქვს თამაშიც აწყობილი და ყოველთვის 9 ნომრები ლიდერები არიან, გუნდის ხშირად დამტყმელები არიან კარში და რაღაცნაირად თამაში ისე ეწყობა რომ გძნობ რომ 9 აქ არის ხაზეინი არის 9 ნომერი რა. კი ბატონო, აი თავიდან რომ ჩავედი 18 წლის რო ვიყავი. ეგ ხო, ეგ მაშინ მომთხოვეს რომ ყოფილიყავი ლიდერი და მელაპარაკე. აი როგორ ეწყობა საქართველოში გაზრდილ 9 ნომერს
რამდენად ეს არის რა, თავსებადია ერთმანეთთან, რა ცირთულეები ექმნება საქართველოში გაზრდის 9 ნომერს და როგორი უნდა გახდეს, რომ საფრანგეთში. ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ ანუ ეგ ტიპაჟი არ ვარ. რო აი სულ ვილაპარაკო, ხა იქ ფრანგეთის 9 ნომრები ვინც ყავს გუნდში, აი ტყუა ლაპარაკობენ, სულ რო გუნდს კრავენ და აი უბრალოდ ლაპარაკის გამო რომ ცნობა დაინახოს, ეგრე მგონია რომ მაგის გამო შვებიან. ყველა არა, რა თქმა უნდა, მაგრამ არ შემიძლია რა ეგრე რო გავაკეთო, რომ რაღაც სათქმელი რო არის მივალ კონკრეტულ ადამიანთან და ვეტყვი რომ თქვა აი ცუდი რაქი იყო, ან ცუდი პასი გავუშვი, მაგრამ აი ესე არ შემიძლია რომ ყოველ წამს შევკრა გუნდი და ტყუილა რა ისეთ რაღაცას ვილაპარაკო, რაც უკვე იციან. და მწვნელის დასანახად რო გავაკეთო ეს ყველაფერი. და ეგ ხო, გაგძელი თუ რომ ეს. არა ხო. ხო, ეგ უნარი მაგისი ხო, ლაკლაკა არ ახარ. მაგრამ ლაკლაკა რომ არ ახარ ეს ხომ არ გაკლდება რაღაცა მომენტში და მაგას ხომ არ დავუშვებს რომ აი თამაშის დროსაც მინდა რომ მეტი ილაპარაკო ან თუ თამაშის დროს თამაშის დროს უფრო მეტ ვლაპარაკობ ვიდრე თქვათ აი როცა კრება გვაქვს და რაღაცა რომ უნდა თქვა არ მიყვარს რა დიდად ხო და სხვათა შორის მწვნელებს ვთქვამთ რომ შენგან უფრო მეტი ვლაპარაკი გვინდა და ვცდილობ რომ უფრო მეტი ვილაპარაკო ბუნებრივად გავამივა თუ არა მაინც ვცდილობ ხანდახან ვცდილობ ხოლმე. კი ბატონო. და აი მაინტერესებს გუნდის მართვის იცი რა არის? ეს შენ ძირითადად მუშაობ შერკინებასთან, ხო? უფრო ტრიალებ იქ სადაც შეჯახებებია, ამაში უმრავლესო შემთხვევაში არიან შერკინების მოთამაშეები, მართავ დაუშვათ რაღაცა მოლებს ხელმძღვანელობ რაღაცა ეს ამხელა ტიპებისთვის რაღაც მითითებების მიცემა, თან მით უმეტეს როცა ახალგაზრდა ხარ და შენ შედიხარ უცებ ნაკრებში რაღაცა. აი ეგ რამდენად რთულია, რომ მაგალითად შედიხარ ნაკრებში და იქ თამაშობს ვიღაცა, ვინ თქვათ, აი ვინ იყო ესეთი შენი შეხვედი ნაკრებში რომ მოხვდი და ვიღაცა მიშან არიაშვილი. მიშან არიაშვილი და მიშან არიაშვილს უნდა რომ იმიტომ კი არა რომ შენ მასე რაღაც ის უკეთეს უბრალოდ შენ გაქვს ეს პოზიცია 9 ნომერი ხარ სიტუაციას აკვირდები ის მუშაობს შენ უნდა უთხრა ეხლა და მაქედან გამოდი აქ შედი აქ მჭირდე აი ეს ალბათ რაღაცა მომენტში შეიძლება რთულიც იყოს რომ ხო თავიდან ხარ რომ მივედი რთული იყო და ეხლა ეგეთი ახალგაზრდა ნაკრებში აღარ ვარ რომ აი თქვა ეგეთ ანუ ჩაულებრივად რა მაგრამ თავიდან რა თქმა უნდა მაგდის არ ვლაპარაკობდი და ესე მითითებს არ ვაძლევდი არავის რა თუ რაღაცა ისეთი არ იყო სათქმელი რა თქვა რაკიდან მოდი ეს გავაკეთოთ მაგრამ ესე აქეთ მიდი აქეთ მოდი ეგრე არ ყოფილა რა და ეხლა ხარ? ეხლა უფრო ვარ იმიტომ რომ თითქოს ტოლები ვართ ყველანი რა გავიგე ხო მაგრამ ნუ პოზიციურად გეკუთვნის რა პოზიციურად ეგრე არის ხო არა დაუშვათ ადამიანურად არამედ პოზიციურად ხო ჩაოლებრივი ამბავ ყველამ თავის საქმეს კარგად უნდა თუ არ გააკეთა ხო აი ისე მინდა რომ მაინც დაუბრუნდეთ ამ 9 ნომრის სირთულეებს რა აი დაუშვათ იგივე საფრანგეთში როგორი რა ტიპის 9 ნომერი უნდა იყო რომ იქ ადგილი დაიმკვიდრო რა მაინც მაინტერესებს მინდა რაღაცა დავინახო ცოტა უფრო კარგად აი პროდეურში მაგალითად ორი აქში ჩემი აზრით ეხლა აი პირველი 9 ნომერი ვინც არის რა რო გითხარით ბრივის 9 ნომერია თქო ხო ეგეთ მაგ სტილის 9 ნომერი უნდათ უფრო ვიდრე თქვათ ჩემი სტილის რომელსაც უყვარს ჩქარი თამაში იმიტომ რომ იქ ძირითადად თოვლი არის ცუდი მოედანია და სულ გიწევს ფეხის დარტყმა ფეხით თამაში რაც მე არ მიყვარს მაგრამ ნუ გადავერთე 6 წელია იქ ვარ და რა თქმა უნდა გადავერთე მაგრამ აი ყველანაირი სტილის 9 ნომერი არსებობს რა როგორც თქვი და ძირითადად ეძებენ უკვე ძუპონი რაც გამოჩნდა ძუპონის ნაირს ვერ იპოვიან რა თქმა უნდა მაგრამ აი ეს 9 ნომერში შემტევი რომელიც არის, ლიდერი რომელიც არის და დაცვაში რომ ბევრს მუშაობს რა. მაგრამ პროდეურის და ტოპ-9 შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. და მაგიტომ არის თქვათ პროდეურის 9 ნომრისთვის რთული ტოპ-9-ში წასვლა. იმიტომ რომ იქ ტოპ-9-ში უფრო მეტი რაღაც გჭირდება ვიდრე პროდეურში. რაც მე შოკი მითხრა ბექა შვანგირაძე. იყო ის რომ განსხვავება პირველ რიგში არის ტემპში და მოვლენების განვითარებაში ბევრად სწრაფად ვითარდება ტოპ-14-ში რა. პირველ რიგში ტემპი არის. მეორე ის არის რომ თქვა პროდეურში 5 თამაშს თამაშობ, ერთი კვირა ისვენებ ან ორი კვირა. ტოპ-14-ში თავიდან 10 ტური ებმევა, რაც ძალიან რთულია. ფიზიკურად უნდა იყოს ძალიან მაგრამ მომზადებული რა. პირველი ეგ არის ჩემთვის. გასაგებია. და აი ხა რო ამბობ რომ შენ არ გიყვარს ფეხით თამაში.
ეს შემოყვარეს უკვე. ხო, მაგრამ ხო, რაც გულში ნამდვილად არა, ისე გემრიელად გადაიყვარებ, როგორც კი შეგეძლებ. სადმე რომელიმე ჩემპიონატი თუ არის, შენ თუ დაკვირვები ხარ, სადაც ეგ ნაკლებია, ეგ შეგიძლია ესე თქვა დოზირებულად კონდეს, როცა საჭიროა, მაგრამ ეს არ იყოს შენი მთავარი ზენა რო ვილაპარაკეთ იაპონიის თამაშებს რო უყურე, პირველი და მეორე დივიზიონის თავისი 22-დანაც კი სუხელით უტევენ. მართლა ძალიან იშვიათად უტყავენ ფეხს. მაგრამ ნუ აი გუნდის ტაქტიკაზეა როგორც თქვი რა, რაღაც გუნდები თქვა პროდუქში საერთოდ არ უტყავენ, რაღაც გუნდები სულ მაგას იყენებენ. აი თქვა ვასკას გუნდი რო ავიღოთ ოიონაქსი სულ ფეხს უტყავს. ხო. ნებისმიერ მომენტში ფეხს უტყავენ მაღალ ბურთს. და ეგ არის მათი პლუსი. ხო. რაც ვასკას ძალიან უყვარს. ხო, არა და მე ხო მეც ცოტა მწყინდება სიმართლე რო გითხრა. და რომელი აბა არა ფეხით მოთამაშე გუნდი, ნაკლებად ფეხით მოთამაშე პროდეორში. პროდეორში რო ავიღოთ ესე ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ მართლა ყველა ფეხით თამაშობს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად წელს რასაც უყურებ ანგულემი არის ეგეთი შემტევი გუნდი არის, თან ჯონი მეი დაიმატეს. ხო. აქსენ პროვანსი, ჯალაღონისაც თამაშობს. თან ხელოვნური მოედანი აქვს სახლში და ბროჩხარი რაგბი მიდის. მონტობანი, ნუ ხელოვნური მოედანი მისაც აქვს, ერთად ეგენი სულხერით თამაშობენ. ესე იგი 9 ნომერი ჩვენ ვიცოდით ასე ტრადიციულად, რომ პირველი ეშელონია დაცვის, მერე უკან სივრცეს ასუფთავებს 9 ნომერი, პატარა გადაკიდებულზე და რაღაც ამ პატარა ახლო გამოჭრილზე და მერე არის უკანა ეშელონი 15 და უკანა ვინც იქნება რა, ფთა. მაგრამ ნახე რა ხდება, ეხლა რამდენადაც თითქოს არის ესეთი ტენდენცია და დაცვის მწვრთნელებისთვის მომისმენელი რაღაცა, ზოგი თითქოს ცდილობს, რომ არ მოიკლოს ის 9 ნომერი პირველი ეშელონიდან და იყავდეს და ცოტა სხვანაირად გადააზღვიოს უკანა ახლო ზონა. შენ რას გვეტყვი მაგაზე? ეხლა ეგ არის თუ არა ეს მართლა ცოტა მოდაში. ეგ არის დაცვის სისტემა, ცნელზეა დამოკიდებული, როგორი დაცვის სისტემით უნდა თამაში. მაგალითად, ახლა ეგრე გვაქვს, რომ აუტის შემდეგ 9 ნომერი სურჩება მოკლე მხარეს. და პირველ ეშელონში არის უკან აღარ დარბის. უკან აღარ დარბის. უკან იმ შემთხვევაში რჩება, ოღონდ 15 ნომერთან ერთად, როცა ფეხს ურტყავს, ან შორს ან მაღალს, უკან მაგ შემთხვევაში რჩები და მე და 15 ნომერი ვართ. და ფთები ადიან. ხო, სულ მიჩვეული ვიყავი, რომ უკან მერბინა. მაგრამ ეხლა შეიცვალა და ბევრად მარტივი არის. ბევრად ნაკლებ ენერგიას ხარჯავ და პირველ ხაზში, თქვა, დაცვის პირველ ხაზში უფრო მეტი ხალხი ვართ რა. და ჩვეულებრივი ერთ-ერთი რიგითი დამწველი ხარ ხაზში, ხო? მაგრამ ეს ხო როგორც ფთის მოთამაშე იცავს დაახლოებით რა ადგილას იცავს შენ? აი რაღაცა რა ადგილას გტოვებენ? შერკინებასა და ხაზს შორის, თუ შერკინების შუაში, თუ ბოლოში, თუ როგორ? ბოლოში. აი ფთის ადგილას. ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ბურთი დავუშვათ თერნოვერიან რაღაცა მოხდა, შენ ხო ბურთიდან შორს რჩები? ხო, მაგრამ პირველ პასს შეიძლება სხვა გააკეთებ, გასაგებია, მაგრამ ნუ შენ არ იქნები ამ შემთხვევაში ეგ ურჩევნიათ, რომ ალბათ უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავთ დაცვაში რა. და ვამაგრებთ პირველ ხაზს. ფავ-დე კლერკმა იცის ხოლმე ძალიან მაგარი ავარდნა წინ. ეს თამაშობს ხაზში და აი ეს ხო და შეგიმჩნევია შენც, რომ თან დიდი ხნის წინ აკეთებდა. კი, დიდი ხნის წინ აკეთებდა. ეხლა ხოთაშორის დიდი ხანი არ მინახავს მაგის თამაში. იაპონიაში ეგეც და იმიტომ არ მინახავს. ხო. და ალბათ ახლა მაგას არ მოიშლიდა ეგ და მაინტერესებს აი ეს ავარდნა როგორ ხდება. ესეც ტაქტიკის ნაწილია თუ მოთამაშის პროფილზეა დამოკიდებული, ფაფი თუ ხარ მოთამაშის პროფილზე არის დამოკიდებული. ზოგი 9 ნომერი არის რომ საერთოდ არ უყვარს დაცვა. და ალბათ ეგეთ მოთამაშეს არ დააყენებენ, არ დატოვებენ პირველ ეშელონში და დააყენებენ უკან. ხო, მოთამაშეა ფაფს ხა მაგრა გამოსდის. იმიტომ რომ მაღალი დონის უელსის 9 ნომერი. ეგ მიდის ძირითადად ჩაჭრებზე, ხო? პირველივე პასის ჩაჭრაზეც კი მიდის ხოლმე. და ფაფი მიდის პირდაპირ გიმაზე რა. ეგ ალბათ ესე ტაქტიკურად, სისტემურად არაფერში არ არის. კი, რასაც კითხულობენ და როგორც ხედავენ, ალბათ ეგრეთ თამაშობენ, უბრალოდ ეუბნებიან რომ ამ პოზიციაზე დარჩნენ.
ხო, მაგრამ წვნელი უნდა წესით აძლევდეს ხა მაგის წვანება რა, წვანე შუქს ასე ვთქვათ, რომ მიდი ითამაშე ეგ, იმიტომ რომ ხა რამდენჯერ თუ გააკეთა და გაფუჭდა საქმე. ხო, შემდეგ ეტყვი რომ აღარ გააკეთო, მაგრამ ფაქტი არის რომ ხშირ შემთხვევაში გამოსდის და იქ შეტევას კლავს. აი 10 ნომერი როგორია, კაი? 9 ნომრის გადასახედიდან რა გინდა 10 ნომრისგან? 10 ნომრის თამაში ძალიან რთულია. ნუ ბავშვობაში მაგ ალბათ ნათამაშები ბელიგაში. სადაც სხვადასხვა კარად გამოდიოდა, იმიტომ რომ ფეხზე არ უტყავდი, მას სულ უწევდი. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე რთული პოზიციაა. ხო. პირველ რიგში უწევს ძალიან ბევრი ლაპარაკი, როგორც შერკინების დალაგება, ასევე ხალხში კომბინაციების გამოცხადება, სისტემების გამოცხადება. და მისგან ალბათ იმას ვთხოვ, რომ დამეხმაროს ამ შერკინებს და ხალხს შორის დალაგებაში რა. არა, ეხლა ცოტა ტექნიკურად წავიდეთ. აი, სად გინდა რომ 10 ნომერი ყავდეს, როგორ დაუშვათ აი რას უნდა აკეთებდეს, შენ თამაშს როგორ უნდა გწნობდეს, ახლოს უფრო ბრტყელი სიფტყეზე მოგწონს რომ 10 ნომერი თამაშობს. შეტევის გაგრძელებას ვამბობ რა და უფრო სიღრმეში მოგწონს. თუ აი შენთვის კომფორტული უფრო როგორია, სად და როგორი პასისთვის იცახით, ესე კომფორტულზე არ არის, ალბათ იმ სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც თვითონ უნდა სიღრმე როცა არის სათამაშო სიღრმეში ვაძლევ, რა თქმა უნდა, როცა ხაზი არის. ეგრე გავიგე, მაგრამ 10 ნომრებიც ხო ერთმანეთს არ გვანან. ერთსა და იმავე სისტემაშიც კი სხვადასხვანაირი 10 ნომერი სხვადასხვანაირ უნარებს ავლენ. ზოგი ცოტა უფრო ახლოს გიდგება, ზოგი უფრო შორს მიდის და შორპასს ითხოვს. ზოგი ბევრს ლაპარაკობს, ზოგი მარტო იმაში ლაპარაკობს, როცა აი ეგეთი შენთვის კომფორტული 10 ნომერი როგორია, ეგ მაინტერესებს რა. ძალიან შორს რა დგას. არა და შენ კაი პასი გაქვს, მე მგონი მაგის პრობლემა საერთოდ არ უნდა. არა, ესე პრობლემა არ მაქვს, უბრალოდ სულ შორი პასი ცოტა ისე არის. დაღლილზე მით უმეტეს, ხანდახარ რთული არის ხოლმე. გააჩნია კონდიციებსაც რა, თუ მაგარი წვიმა ახლოს არ უნდა გიწიოს. შორს არ უნდა გიწიოს, ხო. ცოტა ახლოს უნდა მოიწიოს. ანუ თედოს და მატყავაც ორივე ისეთი მოთამაშეები არიან, რომ სულ გეხმარებიან, თქვათ რომ ხედავენ, რომ მაგარი ქარია, ცხრიდან გასვლა ძნელია, გიცხადებიან, რომ 10-დან დაარტყავენ და ნუ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ რა. თქვათ 9 ნომერი რაკში რო ვეღარ მიდის, 10 ნომერი უნდა მივიდეს, რომ ბურთი გაიტანოს. ხო, თავისთავად. კი. აი ხა ორი აქში მაგალითად თედოსთან რამდენი თამაშის მომიწია, ძირითადად ყველა თამაში მოვიგეთ. იმიტომ რომ ძალიან ესე შეწყობილები ვართ ნაკრებშიც, ოსტამდელებში ნაკრებში თამაშობთ და თედო რას აკეთებს ისეც, რაც შენთვის ესეთი კომფორტულია თქო რა, აი ეგ მინდა, მაგალითად 10 ნომერი დავამრგვალოთ თედოს სახით. თედოს სახით დავამრგვალოთ ხო. ნუ თედო პირველ რიგში მართლა ბევრს ლაპარაკობს და ძალიან მიხმარება. შემდეგ თქვა თუ ხედავს რომ კიდე ფეხის დარტყმაზე და მივიდე რაღაცა არ წამივიდა კარგად. ხო. მეგრევე მეუბნება რომ მოდი 10-დან გავიდეთ და წნეხი გადააქვს თავის თავზე. რაც ძალიან კარგი არის რა და იცი რა, თვითონ თედოსგან ესე ანუ არ აქვს ძირითადად წნეხი არ აქვს ხოლმე რა ფეხის დარტყმაზე. ჩაულებრად შეუძლია თავის თავზე აიღოს ყველაფერი. შენ რომ ამას ლაპარაკობ, აი ხო ვიღაცა ზის და ვისაც არ უთამაშია, ან უთამაშია, მაგრამ ნელ-ნელა რაღაცები თავის ადგილებზე ლაგდება რაგბის გაგების ამბავში რა. შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი, აი თედომ ისაქნა და წნეხი მომხსნა და ამ დროს ის ვერც 100 წელი ვერ მიხვდება, როდის და რატომ დაარტყი შენ ფეხი და როდის და რატომ დაარტყა იმან და ამ დროს ეს ურთიერთ ისინი რაღაცა გაცვლები და დახმარება ერთმანეთის ძალიან ის არის. და 8 ნომერი როგორი უნდა იყოს, მაშინ ეგეც მითხარი. 8 ნომერი უნდა იყოს ბექა გორგაძესნაირი. რატო? აი, გავიხსენოთ ერთი მომენტი. იაპონიასთან ლელო რო დავდე. ხო. მან ისეთი მომენტი ჯერ საერთოდ დავრჩანდი. ისე დამინახა, რა ვიცი, ისეთი მომენტი შემიქნა, რომ აი ბექსონომ გააკეთა 9-ზე მივიდა, გაჩერდა, პაუზა გააკეთა და ბურთი ისე ამიგდა, რომ გამისურსე გაჩნდა, სადაც ლელო დავდე. ყველაფერი აქვს რა, შეტევა, დაცვა, ფინტი, აი ყველაფერი აქვს, ერთი აუჩი ვერ ხდება. ბეკა არ ხდება აუჩი? იშვიათად, ზირთადად გარეთ გასხომე შეტევისთვის. გასაგებია. ეხლა რა მაინტერესებს? შერკინები და როცა შეტევა მიდის, როცა ვუტევთ. როგორ წდება 8 წაიღებს თუ 9 გაიტანს?
მაგას 10 ნომერი. წინასწარ ვიცით თუ იმის მიხედვით შერკინება როგორ დაუშვათ დატრიალდება ან რაღაცა შეიძლება მაგ დროს იმპროვიზირებაც მოხდეს. წინასწარ ვიცით რა მოხდება, თქვა კომბინაცია თუ არის, ანუ 10 ნომერი აცხადებს. მაგრამ 10 ნომერი აცხადებს კომბინაციას. მაგრამ შერკინების დატრიალებაც არის, შეიძლება ისე დატრიალდეს, რომ თქვა პასი ვეღარ გააკეთო და 8 ნომერთან ერთად წაიღო მოკლე მხარეს. ხო, მაგრამ ეხლა უკვე ბევრმა გუნდმა დაიწყო საერთაშორის 8 ნომერი უტევს, 9 ნომერი ეშლება, იმიტომ რომ ხო 9 ნომერს აღარ შეუძლია უკვე ბურთიანზე მისვლა. ხო. მე რო შევაგორებ, აღარ შეუძლია ჩემზე თამაში 8 ნომრის ფეხთან რო არის, ადრე ხო შემეძლო თქვა 8 ნომრის ან 9 ნომრის დაჭერა. მეც 8 იგრე შერკინებინაც არ შეუძლია? ხო, ანუ ვეღარ მიყვები რა. რო შეუტევს მე შეგვიძლია. მაიც ეგ ან მე რაღაცა ან დაუბერდი ან რაღაცა მომივიდა და ეგ როგორ გამომეპარა კაცო. მეცად ბურთში აგდო 9 ნომერმა, გვერდი თუ დგას მეტოქე დაცვის 9 ნომერი. მაგრამ აღარ შეუძლია მესამე ხაზელის ფეხის ზევით, ანუ 8 ნომერს ვეღარ ეთამაშება, სანამ არ წამოიღებს. სანამ ბურთს არ აიღებს. ბურთს რო აიღებს, დრო მაინც აღარ აქვს, იმიტომ რომ 2 მეტრია დაშორება რა. ანუ იმის იქით ვეღარ მიდიხარ. პირველ ხაზელის ფეხის იქით ვეღარ მიდიხარ. მართლა? და ხაზში, ესე იგი, ფაქტიურად ხაზში უნდა ჩადგე დაცვაში. ხაზში არა, ხაზი უკან არის, მაგრამ ეს ხაზი უნდა შეავსო რა, წინ იქვე ადგილზე ვეღარ შეავსო. ვერ. ადრე ხო იყო, აი თქვა ჩვენ ეგრე ვთამაშობთ 2-ში, რომ პირდაპირ 8 ნომერს ვიჭერდი უკნიდან. ეხლა ვეღარ შეიძლება. არ შემემჩნევია, წარმოგიდგენი, არ მემეწონა. მეორე წელს შემოიტანეს 9 ნომერი თქვა ბურთი რო გააქვს. კონტრაქტი რო გააკეთო 9 ნომერის თამაში აღარ შეგიძლია ბურთზე უნდა ითამაშო ხო თორე ჯარიმა არის შენ როგორ უყურებ მაგ მუდმივ ცვლილებებს წესებში ეხა ეს წესი რაც არის ძალიან კარგია რა შეტევას ხელს უწყობს და 9 ნომერი ბევრად თავისუფალი არის თუმცა აი მუდმივ ცვლილებები არ უნდა იყოს რა აი კარგი წესი დამატეს 50-22 მაგალითად მოგწონს შენ მე არ მიყვარს რაღაცა მგონია რომ თავარი პრინციპი ირღვევა რა არაფერი არ დამიშავებია და არტყა იმან ფეხი გადავიდა იმისგან იმისია ბურთი რა ვიცი რაღაცა ხო მე არა ეგ ჩემი აზრია ხო მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს შეტევას უწყობს ხელს ეგ ასევე ჩემი აზრია რომ ლუდი დავლიოთ ბაიო მაქვს მაგრამ მაქვს სულ 3 ბოთლი დარჩენილი აი ახლა შენ აირჩიე რომელიც გინდა ეს მე მგონი რა თქვა მაქვს ესე იგი დაკარგული ავიატორი ლოსტ ავიატორი ეს არის შეტარები ცოტა უფრო მომწარო, თუმცა არომატული ის არის, ეს უფრო მსუბუქი და მაგრამ ასეც არომატული, ეს ოდნავ უფრო მაღალი ალკოჰოლით არის. მეცო რამდენი აქვს? 9% აქვს. მაგით დავთხრები, აი ამას დავლევ. კი გენაცვალე, მაშინ ფოქსის დაგალევინებ მე შენ. ერთს მე დავლევ, დანიელ შენ რომელს მიირთმევ? ერთით დანიელას დავლევინებ და ამით ამოიწურება ჩვენი მარაგი. რახანაკა ხარ 9 ნომერი ხარ და მე რაღაცები მინდა რომ ვიცოდე მოდი ამებსაც შეგეკითხები სწრაფი გათამაშება შენ თუ გიყვარს შენს კოდში DNM-ში არის თუ არის მაგრამ ხო ну აი უფრო ძირითადად თავისუფალი ჯარიმა როცა არის მაშინ მიყვარს გათამაშება ვიდრე ჯოლური ჯარიმა როცა შეგიძლია აუჩი გადაიტანო და კი გუნდეც არა პირველ რიგში ჩემ გუნდელებს უყურებ ხოლმე თუ დაღლილები არიან რა თქმა უნდა არ ვათამაშებ თავისთავად ეგ ხო გასაგებია მე გააჩნია სად ვართ ახლა თუ მეტოქის ნახევარზე ვართ და ის მეტოქე უკან ჩქარა არ ჩადის და მამაში შემილია რომ გავათამაშო რა თქმა უნდა ხო მაგრამ ვცდილობ რომ მაინც ტემპი დავაგდო აუჩი გადავიდეთ ან ქულა ავიღოთ გააჩნია მოედნის სად ვართ მოედანზე და ანგარიშსაც გააჩნია რა თქმა უნდა. ანუ ეს შენი შინაგანი ინსტინქტი არ არის, რომ ეხა უყურე რა ხდება. როცა ეგეთი ინსტინქტი გაქვს შინაგანად. დაუსტვენენ და უცებ გინდა რომ გაათამაშო და მე ნუ გაიხსენებ. არა, სულ მინდა ხოლმე რომ გაათამაშო, რაღაცა აბა დამშვიდით. ეს როცა ამის მოტოქვა გიწევს, ესე იგი შენ შინაგანი ინსტინქტი აქვს, მაგრამ რაღაცა საღი აზრი იმარჯვებს და არიან რომლებიც არც ფიქრობენ მაგაზე, ეგრევე როზმის და არა მაგას სულ ფიქრობ, მაგრამ ძირითადად გუნდელები მაჩერებენ რომ დაღლილი გუნდელები, რა ძირითადად პირველ ხაზელები. არ გინდა დაგვასვენე. ეგრე არა. და მწვრთნელებს ეს ზოგადად ეს ამაზე აქვთ რამე რეაქცია და უშუალოდ რომ გაათამაშო, გეტყვის რომ აი არ უნდა გაგეთამაშებინა და
დაგვასვენე და კაი მოთამაშე გეტყვის დაუშვათ, მაგრამ რამდენად მე მაინტერესებს ეს სწრაფი გათამაშება, რომელიც ზოგჯერ ძალიან ეფექტური რაღაცაა, მაგრამ ძალიან მინიმალურად გამოიყენება თანამედროვე რაგბიში, მით უმეტეს გარკვეულ ჩემპიონატებში. მაინტერესებს თუ კიდე ითვლება რაღაცა ღირებული იარაღად რა. მომენტს გააჩნია როგორც მე ვთქვი რა, თუ უყურებ რომ ისინი თქვა დაღლები არიან და ჩქარა არ ჩადიან და არ გიყურებენ, მაგ დროს შეიძლება რომ გაათამაშო, მაგრამ ეს თამაში რო ადგე და ყოველ ჯარიმაზე ათამაშო, რა თქმა უნდა, მსმელი შენიშვნას მოგცემს და შეიძლება გამოგცვალოს კიდევაც რა. ხო არა. ეხლა მაგალითად ორიაქში როცა თამაშს ვაგებთ, გასვლის თამაშებზეა ძირითადად, სულ მეუბნება რომ ჩქარა გავათამაშო. როცა აგებ. როცა ვაგებ რა, მეუბნება რომ ჩქარა გავათამაშოთ და იმიტომ რომ თქვა აუჩი გვაქვს პრობლემები, კარში დარტყმას აზრი არ აქვს, მაგრამ მაგ დროს რო ათამაშებ გუნდი რო გიგებს და როცა დაღლები არ არიან დიდად, რო ათამაშებ ეს დიდად ვერაფერს ვერ გაძლევს რა. ხო, იმაში ისინი უკვე 10 მეტრით უკან არიან, მოლოდნელობის ეფექტი უნდა იყოს პირველ რიგში, ხო? და მაშინ არის. დანელ, მოდი ჩაიბარე შენი დაკარგული ავიტორი, მიაწოდე ერთი. ხო, მე დამჭა ეს ჩემი 9 გრადუსიანი პანჩი. ხო, ნახოთ აბა ერთი როგორ ვიქნები საუბრის ბოლოს. მოდი ახლა გადავიდეთ ჩვენს ტრადიციულ 1-2 რუბრიკა გვაქვს. პირველი არის TBC-ის შეკითხვა. და TBC-ის შეკითხვა დღეს იქნება ასეთი. როდის შეუძლიათ შერკინების მოთამაშეებს მოეხსნან შერკინებას? როდესაც 9 ნომერი შერკინებაში ბურთი აგორებს და შემდეგ უკვე 8 ნომრის ფეხიდან ბურთი გავა ხაზზე ან თუნდაც 8 ნომერი რო შეუტევს, მაშინ ითვლება რომ შერკინება არის დასრულებული და შემდეგ შეუძლიათ ჩაულებრად ჩაერთონ თამაში. თუ მანამდე მოეხსნა მოთამაშე რა ხდება? აი მაგალითად მესამე ხაზები ეხსნებიან ხოლმე. დაცვაში მანამდე თუ მოეხსნა გინდა შეტევაში ჯარიმა არის. კარგი. მადლობა. ეხლა გადავიდეთ მაშინ მეორე რუბრიკაზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს. და სიმართლე გითხრა, ხა გამოგიტყდები, რომ გული წყდება, რომ ამ რუბრიკისგან რაღაცა კარგი პროდუქტი ვერ გავაკეთე, თუმცა დარჩა და შეიძლება მე ყველასი ერთიანად რაღაცნაირად ცალკე ამოუჭრა და ესა ვქნა. რომელსაც ქვია ერთი ლელოს ამბავი. და ამ ერთი ლელოს ამბავში ჩვენ ვიხსენებთ რაღაცა თან შეიძლება მიირთვალუდი. ჩვენ ვიხსენებთ ხოლმე რაღაცა ლელოს, რომელიც სტუმრისთვის არის ძვირფასი ან საინტერესო. ეხლა უყურე რა ხდება. შეიძლება ეს იყოს შენი გატანილი ლელო, შეიძლება იყოს შენი საყვარელი მოთამაშის გატანილი ლელო, შენი გუნდის ან ნაკრების, არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ შენთვის უნდა იყოს რაღაცას ეს ლელო უნდა ნიშნავდეს, ან რამე უნდა იცოდე ამ ლელოს შესახებ, ან როგორ დაიგეგმა, ან როგორ შესრულდა, ან რაღაც. მოკლედ რა. თუ რა, რომელიმე ლელო, რომელიც მოგივა თავში, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მოგვიყევი იმის შესახებ. 3 ლელო მომითავსა თავში. გამოუშვი ჩვენ რა, ლიმიტირებული კი არა ვართ, კაცო. პირველი არის ორიაქში პრო დე2-ში პირველი თამაში როცა მქონდა. და მაშინ ვიყავით 18 წლის. და ვაგებდით მონტობანში, ნუ გასვლას ერთად ორიაკი აგებდა და მონტობანში თან როგორც მახსოვს, სადღაც 15 წელი არ ქონდათ მოგებული. და სულ შემიშვა ბოლო 25 წუთი. და შევედი თუ არა იმ მომენტ ეგრევე დავდე 50 მეტრიანი ლელო. ხო. და მაგრებოთი მოვიგეთ. მაგრამ მე დაიწერა რომ მიში კოლონიამ ცრემლები ვერ შეიკავა არა და მომხვდა უბრალოდ და ვიწექიცულა და ცრემლები ნახოთ არ წამოწვია. ეგეთი რომანტიკული მომენტიც არისო. გასაგები. Les professionnels, premier essai pour le jeune géorgien qui assomme complètement les Montalbanais. Un ballon presque anodin. მეორე? მეორე ლელო იყო შარშან ფინალში. მანდაც ახალი შესული ვიყავი. ლუკა ივანიშვილმა შეუტია. მე არ დამიდია ლელო. რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. ხაზი გავჭერი და ტაბუცაძეს რომ მივეცი. ხო, აღარ მახსოვს უბრალოდ საიდან დაიწყო ეგ სტატიკიდან? აუტიდან დაიწყო. ლუკა ივანიშვილმა შეუტია. დაახლოებით 15 მეტრი მოიგო და შემდეგ მაქედონია შეიქმნა უკვე. მოკლე მხარეს შეუტიე. ეგ დაგეგმილი კომბინაცია იყო თუ? რეალურად დაგეგმილი არ იყო, იმიტომ რომ მე პასი უნდა მიმეცა და მე ფეხით ხოდიოდით. მართლა. მან ფეხით უნდა გავსულიყავით. მან ფეხით უნდა გასულიყავით, მაგრამ ესეთი პასი უნდა მიგეცა შერკინების მოთამაშე.
შერკინება მოდიოდა უკან მოკლე მხარეს ხო და შემდეგ უნდა დამერტყა ფეხი. მოიცა, ესე იგი დავარტყი, ერთი ლუკამ წაიღო, მე სრუმოლიდან წაიღო, მოკლე მხარეს უნდა დაგვერტყა და გავსულიყავით ფეხით. აჰა, და მაგრამ მაგიტო არის საქართველოს ნაკრებში ბევრად მარტივი 9-ზე თამაში, იმიტომ რომ როცა შერკინების მოთამაშე ესე მარტივად იგებს მეტრებს, შემდეგ უკვე იმაში რა ქვია, რაგთან ახლოს ძალიან ბევრი სიუცე შედება. რაც ეგრე მომენტში ეგრე მოხდა რა. გასაგებია. აუცამას 40 მან ალბათ იქნებოდა 39-ზე და თავისით. აბუცას ლელოებში მეცვლელი მაქვს შეტანილი. კი, ავიდა 50-ზე და. და მესამე იაპონიასთან. იმავე წელს ზაფხულში ავთ. აი ახლა მაგაზე მოყევი მაშინ რომ წინა რაღაცა ისტორიაში და იაპონიის ისტორია ესე რომ ფიჯის თამაშის შემდეგ ეგრევე გავფრინდ იაპონიაში და არც ველოდი ხარ რომ თამაშებდი, იმიტომ რომ ფიჯისთან წავაგეთ და იაპონიისთან აუცილებლად გვინდა და მოგებამ. იმიტომ რომ მე ავსტრალია იყო სათამაშო და ესე ვიყავი რომ დიდი ალბათობით არ ვითამაშებდი. და რო ჩავედით მეორე დღეს ვასვაბაშიძე ჩვენი მენეჯერი მინეკავს რომ ამოდიო რიჩარდს უნდა შეთელაპარაკიო. ვერ ვიხდი რა ხდებოდა და რო დავჯექი უკვე ხდებოდი რომ უნდა მეთამაშა რა შეცვლაზე. და მითხრა რომ ეს თამაში დამიწყო. და მომენტში ისე ვიყავი რომ თითქოს ჩაულებრივად არ შემჩნიე. ამ დროს აგიზგიზ და ცეცხლი არა გულ. თან ისე იყო რომ მაგ დღეს უნდა გავსულიყავით ტოკიოში რომ დაგვეთვალიერებინა, მაგრამ ეს ყველაფერი რომ მითხრა აგის მე სასტუმროდ აღარ გავსულა. ეს საუბრები რამდენი რაც შეგიძლია ახლა რომ გაგვიმხილო, რა თქმა უნდა, თქვენი საიდუმლოებები გაქვთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა აი რა დონეზე ხდება აი ურთიერთობები მაგალითად აი ამ ინგლისელ მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის. რამდენად უშუალოა თუ მაინც ძალიან საქმიანი და ისეთი რჩება და შენ აი მაგალითად თამაშის წირო გეუბნება რომ შენ უნდა ითამაშო, გიხსნის თუ არა დაუშვათ ამ თამაში შენგან რა უნდა და რა სიტყვის თუ უბრალოდ გეგმას უნდა მიყვე და რაღაცა. არა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გიხსნის. რიჩარდს ნაკლებად უყვარს ლაპარაკი, მაგრამ აი სხვა მწვრთნელები რო ვიყოთ კონორი არის ჩვენი ხაზისმწვრთნელი. შეტევის მწვრთნელი. ხო, რა. ისე ძალიან მეგობრულად არის ჩვენთან, მართლა სულ ველაპარაკება, არა მარტო რა გვზე, გარე თემებზეც და ყველა მწვრთნელთან კარგად ვართ, ყველა მოთამაშე რა და ისე კომუნიკაციაც კარგი გვაქვს. აი ბურძგლა რო ავიღოთ რა, ბურძგლა ხო იცი? ბურძგლას მაგალითად უყვარდა ეხლა შეიძლება არა ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც იყო რა, მაგრამ თავისი იცი რა ქონდა? აი ერთი ადამიანი ერთ-ერთზე დაიბარებდა, სახლში იბარებდა ხოლმე ვაკეში თავისთან რიგის ქუჩაზე დაისვამდა და აი იმისგან ეხლა ის მაინც რა თქმა უნდა სხვა დონე იყო და ეხლა სხვა მასშტაბებზე ვართ გასული, მაგრამ პრინციპს ვამბობ რა მუშაობის რომ ბურძგლას ძალიან უყვარდა როგორც გუნდთან მუშაობა, ასევე ინდივიდუალურად რომ აი იმისგან წამოეღო ის საუკეთესო თვისებები, რაც იმას შეიძლება მიეცა რა მოთამაშეს. ეგეთი რაღაცებს თუ აკეთებენ დღეს მწვრთნელები და რაც მთავარია ბურძგლამ იცოდა თავისი მოთამაშეების თითქმის ყველას აი პირადი ცხოვრება, ვიღაცა პრობლემა ჰქონდა სამსახურში, ცოლთან, იმასთან, ამასთან, ეს იცოდა თითქოს აი ფეხებზე ეკიდა ეგეთი ტიპი იყო, მაგრამ ყველაფერი იცოდა და ყველაფერი გულთან ახლოს ესეთი ტიპი იყო რა და ცდილობდა რომ ინდივიდუალურად რაღაცები წამოეღო მოთამაშისგან რა და მე მაინტერესებს პროფესიონალურ რაგბიში ეს თუ არის და თუ რჩება სადმე აი მაგდონეზე თქვენ როგორც თქვით ეგრე არ არის. მაგრამ რა თქმა უნდა რა რაღაც დოზით ესე მოთამაშეებთან ინდივიდუალური ლაპარაკი სულ მიდის. აი ორი აქში უფრო ხშირად მაქვს თქვა თვითონთან ეგეთი საუბრები, სულ თამაშის თვითონ რო შევდივარ, მეუბნება რომ დააცადე და თქვა ის რაკის გვერდზე გაიხსნება, იმიტომ რომ იცის რომ შეტევა მიყვარს. და ვიდეოებზეც გვაქვს განხილვები და პირადად 9 ნომერებს გვეუბნებიან რომ აი აქ არის სივრცე, ფეხი აქ დაარტყით, აქ შეუტიეთ. მაგრამ ეგეთ დონეზე არ არის, რა პირად ცხოვრება რო იცოდეს მწვრთნელმა და ხო, ეგრეც არის. ნაკრები მაინც სხვა არის, მაგრამ კლუბის მწვრთნელმა მაინც შესაძლებელია. კლუბის მწვრთნელმა უფრო უნდა იცოდეს. შეიძლება, ხო, სასურველია ჩემი აზრით რა. თავარია რომ მოთამაშეს იცნობდე რა ახლოდან თუ რა წყინს, თქვა
ვთქვათ, мотивაციას მაგას ჭირდება ეგ შეხვედრები და ეგ ურთიერთობა, ხო ესეა რა, მაგას ხო ეგ ჭირდება. კი, ეგრეა. იცოდე. ყველა მოთამაშის ერთნაირად ვერ მიუდგები ჩემი აზრით. აი პროდეორში მაგალითად ორიაკში, ხო, ორიაკი არ არის პროდეორის მაღალი ეშელონის გუნდი. თუ არის ფსიქოლოგიან ეგეთი რამე. სხვათა შორის ყავდა უნდა ეს სპორებში ყავდა ხა ზევით პირველ გუნდში ყავდა, მაგრამ გავაგდეთ. ანუ ყავდა, მაგრამ დიდად ესე ვერ იმუშავა, იმიტომ რომ ეს სპორებში ვიყავით სულ უცხოელები. ივან ინგლისური არ იცოდა და ნუ აზრი არ ქონდა რა. და დიდ გუნდს არ ყავს? დიდ გუნდს არ ყავს. დიდ გუნდს ფსიქოლოგიამდე ბევრი სხვა რაღაცა აკლია. რა? უბრალოდ რა GPS-ები რო არის რა, ელემენტარული რაღაცა. ეხლა არა, ეხლა შეიძლება ბოლო 3 წელია რა შემოიღეს. ნუ არ არის დიდად პროფესიონალური გუნდი. ეხლა ცდილობენ რომ გახადონ, მაგრამ დაახლოებით სხვა გუნდები ალბათ 1-10 წლით უსწრებენ რა. იმიტომ რომ იქ გუნდში თქვათ სხვა გუნდებში რო არის, რომ ესმის ხოლმე რომ დილით მიდიან ჭამა აქვთ, შუა დღეს ჭამა აქვთ და ჩვენ კვირაში ერთხელ გვაქვს ეგეთი რაღაცა. ესე იგი გუნდში რომ მიდიან იქ იქ აქვს ყველაფერი ხო იქ ხო? კი ბატონო. და როგორ არის ვარჯიში, მე დასვენება სადილე რაღაცა და მეორე ვარჯიში ხო ალბათ. და ეს როგორი რუტინულია თუ რაღაცა განსაკუთრებულ წინა სასეზონო თუ რაღაცა თუ ეს ჩვეულებრივად არის ხო? ისე ორი ვარჯიში გაქვთ დღეში თუ როგორ ხდება? ხო, ჩვენ ეგრე გვაქვს რომ დილით მივდივართ, თქვათ ორშაბათს რა ვიღოთ 9:30-ზე მივდივართ, ჯერ გვაქვს ჭამა დილით, ერთ-ერთ დღე როცა დილით ჭამთ. მაინც ამეცი აჩია. კარგია. შემდეგ გვაქვს ვიდეო. გაყოფილი ვარჯიში, ანუ შერკინება დარბაზში არის, ხაზი გარეთ ვართ, შემდეგ ვიცვლებით. შემდეგ მივდივართ ყველა სახლებში, იქ ჭამთ და შემდეგ უკვე დაახლოებით შუა 3:30-ისკენ გუნდური ვიდეო გვაქვს. განვიხილავთ, თქვათ, ორშაბათს განვიხილავთ მოწინააღმდეგე გუნდის შეტევას. ნუ დაცვის ვარჯიში გვაქვს. გასაგებია. და ეგ არის მთელი დღე. დაახლოებით 4 საათისკენ ვჩევით. გასაგებია. შემდეგ მე თედოდან ლუკან იორაძე, ნუ ბევრი ქართველი ვართ იქ, მაგრამ ჩვენ სამი ახლა ერთად ცხოვრობთ, ეგრე გადავწყვეტეთ წელს, რომ დიდი სახლი ავიღეთ, ხო? მე ვწავთ ხოლმე ხორცს ბარბეკიუს. ეს ორ შაბათის ის არის? ყოველდღე ეგრე. კარგია. მომიკითხე, კაი ხალხი. გარდა რაგბისა და იმისა, რომ ხორცს ვწავთ ბიჭები. რამე არის, რითაც დაუშვათ ხარ დაკავებული და რაღაცას აკეთებ, აი ჰობი ან რაღაცა ინტერესი, რითიც შეიძლება რომ ადამიანმა ვარჯიშებში შორის ან თავისუფალ დროს როცა ისე ხარ გული გადააყოლო, თავი შეიქციო რაღაცა. პირველ ვარჯიშებში შორის რასაც ვაკეთებთ ეს ბოლო 3 წელია ფრანგულ ენას ვსწავლობთ და წელს გამოსის ჩაბარება გვინდა 8 წლიანი ვიზა ვიღოთ. მართლა. ესენიდან მოქალაქეობაზე შევიტანოთ, ნორმალი მოქალაქეები ვიყოთ. ასევე ახლოს არის კურორტი, სასრიალო. რომელი? ლიორანი პატარა კურორტი არის. და სხვები არა, მაგრამ მე მიყვარს რეალი და ხშირად დავდივარ ხოლმე, როცა დრო მაქვს, თუათ ან იმ კვირაში თამაში თუ არ მაქვს, ვცდილობ რომ ვისრიალო. გასაგები. ეგ კარგი. თოდა საშიშია, მაგრამ ზაფხულში არ არის თოვლი, ზაფხულში რა ხდება? ზაფხულში აქეთ ვარ ძირითადად საქართველოს ჩამოდივართ ხოლმე. არა, ზაფხულში არ ვარ, უკვე რო თბილ თვეებში რა. რამეს თუ დაუშვათ აკეთებ, თუ ისე გღლით დაუშვათ ეს რუტინა რომ არა, გარშემო ისეთი ლამაზი ადგილებია, რომ სულ დავდივართ ფეხით, თები არის სულ ხო და ეს ძველი სასახლეები და შატოები და ხო როგორ ახლა დედაჩემს ძალიან მაგრა უყვარს იქაურობა და სულ ჩამოდის და სულ დავდივართ აი ყველგან ავყოფი ვარ უკვე ხო ჩემები რო არ ჩამოსულიყვნენ ალბათ არც არ წავიდოდი მაგრამ ყველგანმა მინიმუმ 5-6 ჯერ ნავყოფი ყველა ადგილას ხო ესე იგი არის კარგი ადგილები კი მართლა ძალიან ლამაზი ადგილებია ორიაკზე ცოტა ისე იძახენ ხოლმე რომ აი ორიაკში რა გინდა და მოსაწყენია და ეხლა რატო წავიყვანი იცი მაკეტკენ ისა რომ ესე იგი როგორ ხატავენ იცი რომ ეს ორიაკი აი რაღაცა საშინელი პატარა მოსაწყენი ცივი ქალაქი ეს აქაურის ორიაკელი ისინი ბიჭები აქ ვინც ყოფილა და ვინც არ ყოფილა და რაღაცა ესე ხო და ეხლა მინდა რაღაც კარგი მოვისმინო და აგერ შენგან გავიგე რა ხო ნუ ჩემ ვისთვის როგორ ახლა ვიღაცას უყვარს თქვათ ხმაურიანი ქალაქი პარიზი უყვარს მე მაგალითად პარიზი საერთოდ არ მიყვარს და ორიაკი რო იყოს
ან ორი ჩემს კარგი ქალაქია უბრალოდ პროდეორის თქვა 6-ეულის გუნდი რო იყოს, დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი, მან ალბათ მთელი ცხოვრება სხვა გუნდი რო არ მყოლოდა რა. დიდი სიამოვნებით დაურჩებოდი, ესეთი პირობები რომ მქონდეს, იმიტომ რომ სიწყნარე არის, იაფია ყველაფერი. ხო, მეც მიყვარს სიწყნარე. და რავი, გარშემო სუსიმწვანე არის. ერთადერთი მინუსი რაც აქვს, ალბათ მიხოლ-მოხოვული გზა მიდის და არ არის გაჭრილი ეს მაგისტრალი რა. და დამღლელია ცოტა დამღლელია ხო მაგისტრალი, მაგრამ მაგასაც მიზეზი აქვს, როგორც გავიგე, სპეციალურად არაკეთებენ, რომ ნუ ეს უცხოელები არ ჩავიდნენ მარტივად. ესე იგი, მე ეხლა ნახე რა ირკვევა, ეს სხვა ქალაქებში პირდაპირ მაგისტრალები მიდის და მანდ არ მიდის. მანდ არ მიდის, ხო, და უფრო რთული არის ჩასვლა და სპეციალურად მოსახლეობა ითხოვს, რომ არ გაიყვანონ რა ეს გზა, რომ ეს ხალხი აჩავიდეს, არ ვიტყვინებით. ხო, გავიგე, მესმის რასაც ამბობ. ხო, ნუ და ის აქვს რა. ისე ადგილობრივებთან რამე ურთიერთობა გააქვთ? აი ორიაკი, ქალაქი ორიაკისთვის. მოდი, აი ქართული ქალაქებიდან ორიაკი რომელს გავს? თუ ხარ ქართულ ქალაქებში ნამყოფი. აი, ალბათ სიძველით და სიღნაღს ვიტყოდი, ალბათ. აი სიღნაღი პატარა არის. კარგი, აი სიღნაღი ავიღოთ. რიგითის სიღნაღელებისთვის ორიაკის გუნდის მოთამაშეები ვიღაცა იყო და ხაშურს ალბათ. აი იყოს ხაშური, არ აქვს მნიშვნელობა. რიგითი ხაშურელებისთვის ან სიღნაღელებისთვის დაუშვათ ორიაკის გუნდის მოთამაშეები ვინ არიან? აი რა მიღირებულებას წარმოადგენენ, ცნობენ, დადიან თამაშზე, რამეს ნიშნავს თუ ძალიან ბევრს ნიშნავს ალბათ, რომ მაგი ცხოვრობენ რა. მართლა? კი. ესე ძალიან ჩართულები არიან ამ იმაში. ნუ ძირთადად ორიაკის ცხოვრობენ მოხუცები. ხო. და ნუ იმიტომ რომ უნივერსიტეტი არ არის. ახალგაზრდები ვინც არიან, 18 წლები რო ხდებიან, მიდიან თქვა ტულუზაში, ყველაზე ახლოს ტულუზა არის, კლერმონში. მაგრამ რაგბი ძალიან უყვართ რა. აი ბრიუთან როცა არის თამაში სტადიონზე 10,000 კაცი მოდის ხოლმე. მაგრამ ზოგადად არის ცუდი ამინდი და მაგის გამო მოხუცი ხალხი ვერ დადის თამაშებზე. და ამიტომ ყოველ თამაშზე მაქსიმუმ 3,000 კაცი დადის. მაგრამ ძალიან მაგრა გულშემატკივრობენ. აი ხა მაგალითად ცუდ მდგომარეობაში ვართ მე-15-ზე. და ეხა საგიეთია მოთამაშეს რო ხედავენ, ეუბნებიან რომ გამოფხიზდით და ის კეინა ყველა აი როცა ხო გუჩესთან ყველას ცნობენ რა სახელით. თან და როგორც მახსოვს 15,000 კაცი მეცხოვრობს ქალაქში. ხო. ძალიან ცოტა არის. ცოტა არის. ხო და ყველას იცნობს რა. ყველა იცის რაღაც ისტორიები. და აი ესე დაუშვათ იქაური ნაცნობები ვიღაცები ყავს ესე თუ მაინც გუნდის არა იქაური ძალიან ბევრი ნაცნობი გუნდის გარეთ ძალიან ბევრი ხალხი ვისწრაფობ. მეზობლები. ხო მე-6 წელია იქ ვარ და ძალიან დიდ პატივს ემენ მოთამაშეებს. ძალიან რაგბიც ძალიან უყვართ ხა საფრანგეთში. ძალიან კარგი. რა ვიცი, აბა მიშიკო მე ძალიან მიხარია რომ გემრიელად მოხვედი და ეს საინტერესო რაღაცები და მომეხმარე რაღაცების უკეთ გაგებაში და ამას ვაფასებ, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეს არხი ხო მაგიტო თუ რაღაცა რაც ქვია რა ეს ოვალური ჯავახი ტელევიზია ჯავახი ძალიან ისაკი გამოიჭირე შენ ჯავახია მაგ იმაში რომ ტელევიზიაში პირველად ვთქვა ნუ ადამიანის კამერები არის ესე ტელევიზია გასაგებია რა ჯავახიას კიდევ ერთხელ დიდი მადლობას ვუხდი ძალიან კაი საქმე გამიკეთა ჩემი ფრანგი ნათლულისთვის მატჩის ბილეთები მიშოვნა და აი ეკედან უდიდეს მადლობას ვუხდი მას შენ კიდე ასევე დიდ მადლობას გიხდი და გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას საიდანაც დავიწყე იქიმითი დავამთავრებ თუ ადამიანი ჩემი გადასახედიდან ცხოვრებას და შესაძლებლობებს და რაღაცას ხედავს როგორც ტრამპლინს და ის ამ ტრამპლინზე აფრინდეს რა მე ძალიან მიხარია და გამეხარდება შენი წინსვლა და ყოველთვის გიგულშემატკივრებ ვერ დაგპირდები რომ ორიაკის ბევრ თამაშს უყურებ იმიტომ რომ ცოტა მიჭირს პროდეორის ყურება ხოლმე იმიტომ რომ ცოტა მძიმე თამაშებია მაგრამ იცოდე რომ გულით ყოველთვის გულშემატკივრობ დიდი მადლობა თქვენ მოწვევისთვის პროექტში და ძალიან სასიამოვნო იყო ეს საუბარი. მოსვლისთვის და ძალიან საჭირო რაღაც საკეთებთ ჩემი აზრით რა. ხო, ეხა მაგაზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას, ალბათ რაღაცა გაგებით საჭირო იყო, მაგრამ ეს არის ბოლო გადაცემა. სამწუხაროდ. ამ მომენტიდან ალბათ ცოტა ხანი, მოდი ესე დავარქვათ, შემოქმედებით პაუზას ავიღებ. იმისთვის რომ ეხლა მიშიკო არ მოვაცდინოთ
ახლა მაგას ლაპარაკს არ დავიწყებ და მე პატარა ვიდეოს ჩავწერ და მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებებს. მანამდე კი დიდი მადლობას გეტყვით თქვენს რომ გვიყურეთ, მადლობა მიშიკოს და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. აბა კარგად.